დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან ერთ-ერთ გამორჩეულ ხეობაში ვაპირებ მოგზაურობას. მართალია, ქართულ ისტორიულ მხარეებში, როგორიცაა ტაო-კლარჯეთი, არაერთხელ მიმოგზაურია, მაგრამ მაჭახელას ხეობაში არასდროს ყოფილა. ეს ხეობა არა მხოლოდ გეოგრაფიული არეალი, არამედ საქართველოს კულტურის განუყოფელი ნაწილია და დღეს სწორედ მაჭახელის ფესტივალზე მივიდა. სარფის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მანქანა დამხვდა, რომელსაც მაჭახელას ხეობაში მივყავარ. მთავარი გზიდან ჯერ ბოჩკისკენ გადავუხვიეთ, შემდეგ კი ხეობისკენ და ასვლაც დავიწყეთ. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად 2 საათი დაგჭირდა. არაჩვეულებრივი გზები გამოვიარეთ, გადავლახეთ უღელტეხილი 1800 მეტრის სიმაღლეზე და ჩამოვედით ამ არაჩვეულებრივ სოფელში, რომელსაც ეწოდება ზედვაკე. ახლა ცოტას დავისვენებთ, წავიხებსებთ და მომემზადებით ფესტივალზე წასასვლელად, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო კონცერტი იქნება და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაგიზიარებთ. სამხარზე შავი ზღვისპირეთისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძებით გაგვიმასპინძლნენ. მაგალითად, როგორიცაა მუხლამა. რა თქმა უნდა, თურქული ჩაიც დავაგემოვნე და მზად ვარ ფესტივალზე მისასვლელად. მაჭახელას ბუნება იმდენად მშობლიურია და ჰაერში კი იმდენად ნაცნობი არომატები ტრიალებს, თითქოს საქართველოში ვიყო. ირგვლივ მომაჯადოებელი გარემოა. ფესტივალზე ასვლის დროც მოვიდა. ადგილზე მისულებს ხალხი უკვე შეკრებილი დაგვხვდა. კონცერტის სანახავად პირდაპირ ფერდობებზე ჰქონდათ ადგილი დაკავებული. კონცერტის დაწყებამდე ხალხი ტრადიციულ ცეკვებს ასრულებს. ფესტივალი 2002 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ადგილობრივი ქართველების დიდი ძალისხმევით ყოველწლიურად ტარდება, ხოლო კოვიდის გამო ვერ ჩატარდა რამდენიმე წელი. კონცერტთან ერთად ეწყობა სასოფლო სამეურნეო ნაწარმის გამოფენა გაყიდვაც. სცენაზე გამომსვლელები ასრულებენ როგორც ქართულ, ისე თურქულ სიმღერებს. ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს კონცერტია. წლების წინ მე, გია დიასამიძემ და აქაურმა ჩვენებურმა გოქან ოსკან კიკნაძემ ექსპრომტად შევაცვლეთ რამდენიმე სიმღერა. შემდეგ სხვა მეგობრებით შემოგვიერთდნენ. სახელი ივლისიც სპონტანურად დავარქვით ჯგუფს და იმავე წელს ფესტივალ არტგენზე წავდექით მაყურებლის წინაშე. დროთა განმავლობაში უფრო მეტი ჩვენებურების სიმღერა დავამუშავეთ და სწორედ ამიტომ მიგვიწვიეს მაჭახელის ფესტივალზე. გოქან ოსკან კიკნაძე, რუსუდან და თამარ ზვიადაურები, ბეჟენ და თორნიკე წინწალაშვილები და მე შევასრულებთ რამდენიმე სიმღერას. პირველ რიგში მოგესალმებით, მერაბა. გოქანმა მითხრა, რომ ქართულად ილაპარაკი არ დაჭირდება გადათავნა, ვინაიდან ყველა აქაურია და ყველას გაიგებს ჩვენად გამოსო. აქ ყოფნა ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც, რომ აქაური სიმღერების შევასრულოთ და მოგეფეროთ საქართველოდან. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ამ ფესტივალს, რომელიც უკვე 19 წელი ტარდება და გისურვებთ, რომ ძალიან ბევრი ფესტივალი ჩაგეტარებინოთ. ახლა კი შემოგთავაზებთ ჩვენს სიმღერებს. მადლობა.
მაყურებელი თანდათან უფრო მოემატა ფესტივალს. ვერ ვიფიქრებდი თუ ამდენი ხალხი მოვიდოდა. ეს ძალიან მახარებს. ჩვენ გარდა კონცერტზე გამოდის სამი და ვაიარ შახინის შვილების ჯგუფი, რომელიც ძალიან პოპულარულია თავისი ქართული და თურქული სიმღერების რეპერტუარით. მოვისმინეთ ჯგუფი კოლივა, რომელიც ასრულებს ლაზურ, მეგრულ და შავი ზღვისპირეთის სიმღერებს. Gorțilები აკრია, ბიჭო ლამაზო, გასახლება გაკრია, ვოი დარარა ვოი, ჰეი, ვოი დარომ დანასავო, ვოი დარარა ვოი და რაც ყველაზე ძალიან მომწონს, არ არის სტანდარტული კონცერტი. მაყურებელი არ ზის და უსმენს გამოსვლელებს, არამედ ის თავად იღებს ინიციატივას და იწყებს ცეკვას. ერთხელ მეც ჩავები საერთო ფერხულში. ნამდვილი სახალხო ზეიმია. ასეთი რამ არასდროს მინახავს. დღესასწაული ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა, რის შემდეგ თითოეული მაყურებელი ჩაერთო ალაგების პროცესში. არაჩვეულებრივ დღე გამოვიდა. დაახლოებით ჰქონდა წარმოდგენა თუ როგორი ფესტივალი იქნებოდა, მაგრამ არ მეგონა ამდენად თუ მომეწონებოდა. გარდა იმისა, რომ მეც გამოვიდი და დაუკარი და ძალიან სასიმონო განცდა იყო, ამის შემდეგ იყო არაჩვეულებრივი კონცერტი და გამოვარჩევდი ამ ადამიანების ენერგიას. ვინაიდან რამდენჯერმე მეც ჩავერთე ცეკვაში, მაგრამ მთელი კონცერტის განმავლობაში ფაქტობრივად არ გაჩერებულა ეს ხალხი და საიდან აქვს ამდენი ენერგია, რომ სულ ასე იცეკონ ენერგიულ მუსიკაზე, არ ვიცი. ბოლოს თან განსაკუთრებული რაღაცაც მოხდა. წვიმა დაიწყო და ოდესაც სოლისტმა გამოაცხადა, რომ წვიმის გამო შველდება აპარატურა და სახიფათოა. ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემასო და გადახურეს ეს ყველაფერი და ესეთი რაღაცაც არ ქონდა ნანახი. 19 წელია რაც ეს ფესტივალი ტარდება. შეიძლება ითქვას კი არა, შედგა ძალიან კარგი კონცერტი, კარგი დღე. სასტუმროსკენ დავიძარით. განსაკუთრებით სასიამოვნოა მომღერლების მოსმენა სცენის მიღმა, უშუალო გარემოშიც რომ მოგიწევს.
არაჩვეულებრივ დილაგათიდან სოფელ კორტანეთში გამოვოდი გარეთ და ეზოდან აი ესეთი შესანიშნავი ხედები იშლება. სოფელი კორტანეთის ძირითადი მკვიდრი იყვნენ კორტანიძეები და დღემდე 100 არის და ის მასპინძელი, ვისაც ჩვენ ახლა ვიყოფებით, ძალიან კარგი ქართველი ადამიანი, ისიც კორტანიძეა და არაჩვეულებრივად გვიმასპინძლა წუხელას და ახლა ველოდებით საუზმეს რომ ენერგიები თავისოთ და დავათვალიეროთ გარშემო არსებული სანახაობები. ამინდი მაინც და მეც კარგს არ გვიქადის, დაახლოებით 3 საათში წესით წვიმა უნდა მოვიდეს, მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. პირველ რიგში ერთი ჩანჩქერი უნდა მოვინახულოთ და მე კიდევ დენიმე ადგილი მაქვს მონიშნული. და შეიძლება დაგვარად ვიმოგზაურებ ამ ადგილებში. აჭახელი იგივე მიჭიხიანი საქართველოს ისტორიული მხარეა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, რომელიც ახლა ორ ნაწილადაა გაყოფილი. მდინარე მაჭახელის დინების ქვემო ნაწილი საქართველოს საზღვრებშია მოქცეული, ხოლო ზედა თურქეთის. მაჭახელის ხეობის თურქულ ნაწილში დღეს 6 სოფელია: ხერთვისი, მინდიეთი, ქვაბისთავი, ზედვაკე, ეფრატი და აკრია. ოფიციალურად ამ სოფლებს სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ ადგილობრივები ინარჩუნებენ ძირძულ ქართულ სახელებს. ხეობის გაყოფამ ორ იმპერიას შორის არაერთი ოჯახური ტრაგედია გამოიწვია. ერთმანეთს დააშორა სისხლით ნათესავები, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ძალიან დიდი საკითხია. ამიტომ ვეცდები მოგზაურობას დავუბრუნდე. ახლა პირველი დანიშნულების ადგილისკენ მივდივარ. კორტანეთიდან დაახლოებით 10 წუთი ვარეთ მანქანით და მოვედით იმ ადგილას, საიდან იწყება ბილიკი უკვე ჩანჩქერის მიმართულებით. როგორც ძალიან მარტივი გზა არის და მალევე უნდა მივიდეთ, მაგრამ გეტყვით ერთ საინტერესო ფაქტს, რომ ჩემს უკან არსებული მთა არ არის უბრალო მთა. გულისხმობ შემდეგს, რომ როგორც ჩვენმა მასპინძელმა გიორგი მითხრა, ამ მთის იქით უკვე არის აჭარა, კერძოდ სოფელი მერისი და ქართულ ნომრებიც გიჭერს ასეთი სიახლოვის გამო. შეიძლება მოგვიანებით შევამოწმო კიდეც რამდენად მართალია. განსაკუთრებით, რომ სწორედ აქედან მიდის ერთი ბილიკი თურმე ერთ-ერთ ჩანჩქერთან და ამ ჩანჩქერის გავლის შემდეგ უკვე გადადიხარ მერიში, რომელ ბილიკსაც ძველები იყენებდნენ. სამწუხაროდ ახლა შეუძლებელია, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტია და მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა. მანქანის გაჩერებიდან დაახლოებით 5 წუთი ვართ ფეხით. ბილიკი ჩამოდის, კარგად გაკეთებული, კიბისავით არის, თავის მოაჯირაქ რო ფეხი არ დაგიცურდეთ. ეხლა არ არის წვიმა და კარგად ჩამოდით, მაგრამ ალბათ ტალახის დროს ვარ აგისიათ ფეხი უსაფრთხოებისთვის. ასე კარგად არის მოწყობილი და ჩამოდით ასეთ ლამაზ ჩანჩქერთან, რომელსაც მინდიეთი ქვია. საკმაოდ მაღალი ჩანჩქერია და როგორც ჩვენმა მასპინძელმა გიორგი მითხრა, სიმაღლე არის 64 მეტრი. და რაც ძალიან მომეწონა, აქ გავიგე, რომ ამ დინარეში არის კალმახი და იქიდან გამომდინარე, რომ გარშემო არ არის დასახლებული ტერიტორია, ცოდნია დათვი. რომელი დათვებით ამ თევზებზე თევზაობენ და ხშირად აქაურებს დაუნახავთ როგორ თევზაობენ. თათებშიც რო აქვს დაკავებული კალმახი და პირშიც და მირბიან მერე თავიანთი ბუნაგისკენ. სამწუხაროდ ასეთ რაღაცას ვერ შევესწარეთ, მაგრამ რაც ძალიან მომწონს არის ის, რომ ასეთ ტყეში, ასეთ ბუნებაში ნახავ ასეთ ლამაზ ჩანჩქერს, დამერწმუნეთ აქ თუ იქნებით და თქვენც ესეთი ხედებით დატკბებით, ძალიან გაგაბედნიერებთ. მით უმეტეს, როდესაც აქვე ახლოს ძალიან კარგი მასპინძელი, რომელმაც ყავა გავგიმზადა და დავაგემოვნებთ.
სახელი? თორნიკე. გორგიძე. თორნიკე. თორნიკე. კი, თქვენი სახელი? მე ქართულები მამუკას მიხდია. ქართველები. მამუკას მე გურათ მიხდია. ორი შვენი სახელი. ხო. სასიამოვნო არის თქვენი გასწავლა და გამასმიძლება ყავაც ესეთ შვენი რამე არ მაქვს. ჩაის არ ვაკეთებ, ყავე ისე ამათ უკან პირი არ დამასველებინო, პირი დუსველებლა იწევ და სიცილია. მე ასე ვიგები. აი იმან რამე არ მოსვა წაღანდელ წერ ქალმა და რამე არ მოსვენე ყავე და წყალი მოსვენ, სოდა მოსვენ. და ჩაი გუკეთე ისე ცაცხლისა. რამდენი მაგ არ გაქვს მეთქი, ეცად მე არ ვარ თამბეთი. რა იქნაზე ერთი გასა, ერთი ჯიგა, ერთი მოწევა. არ იყოს ფული რა იქნება. გაიხარეთ. კალმა იმადლა რა იქნება. ჩემი ასე. ამდენი ვარ. კი ბატონო. აქ საქონელობას ვებდი, ახლა მოტიალდა და აგრე შენი ერთად ლაპარაკობ. ეს ბისკუში ვარ. ებედია. საზღვარი რომ შეიკედა იმა უკან თურქიშვა და რუსიშვა რომ შეიკედა იმა ჩვენ აქ დავჭით. ჩვენ დუმბაზე ვართ. ნათესავი დუმბაზე ვართ. კარგად ვიცით, ბაღნებსაც ვასწავლით, ცოცხლობთ აკაზე. ჩვენ ხალხში მივდივართ, მოვდივართ, კაი ვართ. კონჯობა არ არის. ასე ვცოცხლობ, ახლა შენ მომკითხე რას გამოსაკითხი გაქვს. აი პირველად ვარ მე აქ და ძალიან ლამაზია ქაურობა და განსაკუთრებით რაც მომწონს ეს ქართულად ყველა კარგად საუბრობს ამ სოფელში, ვინც ნახე. ქართულა საჭიროა, ენა ერთი კაცი, ორი კაცი. კი ბატონო. საჭიროა ერონ გვაქმემ რატომ გავაგდოთ და რატომ არ ვილაპარაკოთ? მართალი ბზანდებით, კი. ვილაპარაკობ, ამას ვარჭებსაც ვასწავლით, ბავშვებსაც ვასწავლით, კაი არა მარჭის. იყოსნა, მოსწავლობანა იყოსნა. ისტანბულში ვარ მე ასნიდა. ისტანბულში ვარ და აქ 3 წელიწადი აქ დავჯექი. დავჯექი ცოტა სიბერე წამოდგა ვეღარ ვუძლე. ჩვენი ადგილი აგირჩევიათ გადასასვლელად. აქ ძროხები ევშენე. 7 ძროხა ევშენე, ხან ამან აქაობას ვასაქმებ, ასე მივდივარ. ძალიან კარგი გადაწყვეტილება. ჩვენის ერთად. ქართველები თუ გადმოდიან ხოლმე, ჩამოდიან ხოლმე აქეთ. მოდიან. ქართველები მოდიან, ჩვენი ბიჭები მოდიან. წინწინდული რომ იმდენი არ მოდიოდონე, ახლა ცოტა რომ მოდიან. ქართველები მოდიან. ძალიან კარგი. მოდიან, ჩვენი ისიქი ჯიქავრი ჯიში ვიცით, არ დიგნი კარგი. თავი ის არის რომ მაინც ვარი ვიწყებთ არც ენას და არც ტრადიციებს და ეს კავშირი არის, გადმოდიხართ, გადადიხართ, ჩვენც გადმოდივართ, ვინც აჭარელი არ ვარ, მაგრამ მაინც აი აქ ვარდეს და ის არ იყოს, იონ გადმოდი ჩვენ ახლა ვივაჭრეთ, ისტანბულში ვივაჭრეთ, აჭარელი იყოს, არ იყოს, რა შენ რაც მოხონდა მე გინახევდი. დავდერდი, ბანები მეყოფა, მოვალაგზე გავაკეთებ რაც კოფე უნდა, კოფე არ უნდა. გაწმილება, კალმახრივკა, ვერ დოკავ გაკუნდა. გაკუნდა წავალი. ნივალ კატები მყავს, ძროხებითაზე მყავს. თავარიგა. გაიხარეთ. მადლობა დიდი. ამინდი ფუჭდება და გზა უნდა გავაგრძელო. ვემშვიდობები მინდიეთის ჩანჩქერს, ბატონ მამუკას და ჩემს მასპინძელს, გიორგი კორტანიძეს. სოფელ ეფრათისკენ მაქვს გეზი. ზოგადად აჭარის რეგიონისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი არქიტექტურული ნიმუში არის თაღოვანი ხიდები, რომელიც არაერთი გვხვდება აჭარაში. არც მაჭახელის ხეობის ეს ნაწილია გამონაკლისი და აქაც ვხვდებით ასეთ თაღოვან ხიდს და როგორც ჩვენ უწოდებთ თამარის ხიდს, ამ ხიდსაც თამარის სახელად მოიხსენებენ აქაურები. უბრალოდ ერთი გამონაკლისია, რომ დროთა განმავლობაში მდინარე კალაპოტი შეიცვალა, რომელსაც ეწოდება ეფრატის ღელოვნიდან, ეს არის სოფელი ეფრატი. შეცვლილია და სხვა მიმართულებით ჩამოვედინა მდინარე, მაგრამ დღემდე შემორჩენილი ეს ხიდი და ვფიქრობ საკმაოდ კარგად და ძალიან საინტერესოა. მიხარია რომ აქ შევძელი მოსწოდა მისი მონახულება. თუ იმოგზაურებთ მაჭახელის ხეობაში, რა თქმა უნდა, ეს ადგილიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
ამინდის საგრძნობლად შეიცვალა, ამიტომ დღეს ვეღარ შევძლებთ ბევრი რამის ნახვას. ყველაფერი ნელ-ნელა ნისლში ეხვევა. გეზი სოფელ ქვაბისთავისკენ ავიღეთ, სადაც დღევანდელ ღამეს გავათევ. კარგია რომ სოფლების უმრავლესობის ნახვა მოვასწარი. გზად ბევრ გამხედავ გასაჩერებელ ადგილებს, სადაც შესაძლებელია ყავის და ჩაის დალევა. ძალიან ლამაზად აქვთ მოწყობილი მოსასვენებელი ფაცხები. კარგი ამინდი მშვენიერია სამოგზაუროდ, მაგრამ ხანდახან წვიმიანი ამინდი უფრო მირჩევნია, განსაკუთრებით მთაში ყოფნისას, ვინაიდან ამ დროს მრავალფეროვანი ბუნების ნახვაა შესაძლებელი. წვიმისგან გაჟღენთილ ტყეს და ნიადაგს განსაკუთრებული სურნელი აქვს. ფერები უფრო კონტრასტულია, ნისლი კი ზღვის ტალღასავით დაცურავს მთებს შორის. ასეთი ხედები აქ ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მე პირველად ვხედავ და აღფრთოვანებული ვარ. ასეთი ხედები შემდეგ კი, როცა ადგილობრივი კერძებით ივახშმებ, ჭყინთ სიმინდს მიირთმევ და სახელდახელოდ მომზადებულ ტკბილეულობას დააგემონებ, დღის ულამაზესი დაგვირგვინებაა. ისთვის გოქანის ბიძაშვილის ოჯახს უნდა ვუმადლოდე. სრულდება ჩემი მოგზაურობა არაჩვეულებრივ, ჩემთვის განსაკუთრებულ და ღირებულ ხეობაში, სადაც შესანიშნავი 2 დღე გავატარე. მართალია, ამინდმა ცოტა ხელი შეგვიშალა, რომ გუშინ ჩანისულიყო ფაქტობრივად ყველაფერი და რამდენიმე ადგილი ვერ მოვინახულე ნისლის გამო, მაგრამ საერთო ჯამს შეფასება რომ გავაკეთო, ასეთი თავგადასავალი ძალიან დიდი ხანია არ მქონია. რისთვისაც პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს მეგობარს, ძმას, საუკეთესო ადამიანს გოქან ოცკაკიკნაძეს, რომელსაც კაცში გამოჩენა არ უყვარს ხოლმე, მაგრამ ჩვენი გადაცემის ქართული მუსიკების უდიდესი ავტორია, წლებია მეგობრებთან და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ასეთი საინტერესო თავგადასავლები გამოგვივიდა. იმედი მაქვს თქვენც მოგეწონათ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია ამ ისტორიული და განსაკუთრებული რეგიონის და ვაპირებ, რომ მომავალში აუცილებლად ჩამოვიდი, ალბათ გაზაფხულისთვის, რომ ოდესაც თოვლი დადნება და მთებში შეგვიძლია ავიდეთ, ვილაშქროთ, კიდევ უფრო მეტი სოფელი მოვინახულოთ, მეტი ღირებული რამ ვნახოთ და გავეცნოთ იმ კულტურას, რომელიც დიდწილად ჩვენი ნაწილია და უნდა ვიცნობდეთ. აუცილებლად დავბრუნდეთ ერთად, აღმოვაჩინოთ და ქართველებმაც ვიმოგზაუროთ. ამიტომ დროებით ვემშვიდობები აქაურობას, მომავალ შეხვედრამდე.
შემდეგ გადაცემაში ვაგზელებთ საქართველოში მოგზაურობას, კერძოდ კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. არ გამოტოვოთ, წინ საინტერესო თავგადასავლები გელოდებათ.